კომეტა 3 აიწინადი ატლასი ჩვენს მზის სისტემაშია. ახლა ოქტომბრის ბოლოა. ვარსკვლავთშორისი ობიექტი დედამიწასთან ყველაზე ახლოს კი დეკემბერში აღმოჩნდება. არანაირი საფრთხეს არ უქმნის დედამიწას ან მის მეზობელ პლანეტებს. კომეტის ზომასა და თვისებებს მთელი მსოფლიოს ასტრონომები იკვლევენ. ამჟამად 3 ატლასი ყველაზე ახლოსაა მზესთან. ამ ფაზას პერიჰელიუმი ეწოდება. პიკი 29 ოქტომბერს დადგა, როცა ობიექტი მზეს დაახლოებით 210 მილიონი კილომეტრით მიუახლოვდა. კოსმოსში ჩვეულებრივ უფრო დიდი საზომი ერთეული გამოიყენება, ასტრონომიული ერთეული AU, რაც დედამიწასა და მზეს შორის საშუალო მანძილს ნიშნავს. უამრავი მასალა გაიფრქვება სივრცეში. კომეტისათვის ეს სრულიად ნორმალურია. ამ პროცესს სუბლიმაცია ეწოდება, როცა მყარი ნივთიერება პირდაპირ აირადად გარდაიქმნება ხევადი ფაზის გარეშე, რადგან კოსმოსში სითხე ვერ იარსებებს. სწორედ სუბლიმაცია აძლევს კომეტას მის ცნობილ გარეგნობას, ბურუსს და გრძელ კუდს. ბურუსი ანუ კომა შედგება აირებისა და მტვრისგან, რომელიც ობიექტის ზედაპირიდან ამოდის. კუდი კი იქმნება მზის ქარის ზემოქმედებით. ეს არის მზიდან მუდმივად გამავალი რადიაციის დალღები, რომლებიც მსუბუქ ნაწილაკებს უკან უბიძგებს. ეს თითქოს კოსმოსური ბალეტის სცენაა. სამწუხაროდ, ამ სანახაობას ამჟამად ვერ ვხედავთ, რადგან ატლასი მზის იმ მხარეს არის, საიდანაც ჩვენთვის ხედვა სრულიად დაბლოკილია მისი ძლიერი სიკაშკაშის გამო. ახლა ვიცით, სადაა 3 ატლასი და რა ხდება მასთან, მის მოვიდა ვარსკვლავთშორის სივრციდან და იქვე დაბრუნდება მზის სისტემის შემოვლის შემდეგ. საიდან მოვიდა 3 ატლასი? ცნობილია, რომ ის მოვიდა galaktikis ცენტრის მიმართულებიდან. თუ იმის ნახტომს ზემოდან დავხედავთ, ჩვენ მის გარე ნაწილში ვიმყოფებით, ერთ-ერთ სპირალურ მკლავზე. ხოლო 3 ატლასი მოვიდა იმ კაშკაშა ცენტრის მხრიდან, რომელიც სამსია ვარსკვლავებით. ისინი იქ ერთმანეთთან ბევრად უფრო მჭიდროდ არიან განლაგებულნი, ვიდრე ჩვენს რეგიონში. საბედნიეროდ დრო ჯერ კიდევ გვაქვს, რადგან მზე ჩვენს ხედვას ბლოკავს დეკემბრის დასაწყისამდე, რის შემდეგაც შევძლებთ დავაგვირდეთ, როგორი მოქმედა მზემ ობიექტზე. ყველაზე ახლო მიახლოება ერთ ასტრონომიულ ერთეულზე 19 დეკემბერს მოხდება, რის შემდეგაც 3 ატლასი უკვე მზის სისტემიდან გასვლას დაიწყებს. ამ დროის მონაცემებით 3 ატლასი ჩვენთვის საშიში არ არის. ის უბრალოდ ძალიან საინტერესო სამეცნიერო სამიზნეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ინტერსტელარული კომეტების და სხეულების თვისებები უკეთ შევისწავლოთ. თუმცა კოსმოსური მეზობლების აღმოჩენით შემპყრობილ საზოგადოებას მცირე იმედი გვქონდა. სამწუხაროდ ამ ჯერზეც ჩაფლავდა ჩვენი მონოდინები არამიწიერ მეზობლების გაცნობასთან დაკავშირებით. მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე კოდის YouTube არხი. ამით ძალიან დამეხმარები. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.